Რამოდენიმე თვის წინ ივანიშვილის რეჟიმმა ეს ზარზეიმით გამოგვიცხადა, რომ უზარმაზარი ინვესტიცია მოიპოვა არაბული ემირატებიდან, გარღვევა მრავალმილიარდიანი დროქონებაში ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკას მათი ვერსიით ააყვავებს, ამას შემდგომში მოყვა მაღალი რანგის ვიზიტი, ამ ყველაფერს თვითონ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა გვაწვდიდა მართლაც ზარზეიმით. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია 6 მილიარდიანი ინვესტიციით MR ჯგუფი საქართველოში 2 მსხვილ პროექტს განახორციელებს. MR-თან ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გაფორმებული ისტორიული შეთანხმება ადასტურებს, რომ ჩვენთან არის ეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეუფერხებლად მიმდინარეობს. სხვა შემთხვევაში არათუ 6 მილიარდი, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვაც კი შეუძლებელი იქნებოდა. რამდენიც არ უნდა გვევლოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას ცოტა ხანში მოყვა რეაქცია კრიტიკული, ჯერ ტიპიური შავრაზმული პუტინისტური ძალებისგან, ალტინფო, პატრიოტთა ალიანსის ნაირი ჯგუფები. არაბიზაცია ეს არის ჩვენი ეგზისტენციური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გაფართოვდა და საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ ადამიანები, რომელთაც ფასეულობით ახლოს არიან ჩემთან, ჩვენთან, კარგი და გონიერი ადამიანებიც, ოპოზიციამ როცა ნახა ნაწილმა ოპოზიციის, რომ აქ ეს განწყობილებები არის, ეგრევე ლელო მაიღო ეს დროშა ხილების, რომ რაღაცა არაბული ქალაქების შენდება და ეს არის მთავარი ლაიტმოტივი დაპირისპირების. ვიღებთ ორ არაბულ ქალაქს თბილისის მახლობლად და აჭარაში, რაც არის ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-ეროვნული გადაწყვეტილება. სანამ თვითონ ამ ამბავს შევაფასებთ, მთლიანად რაც იმ დუღილის პირობებში რაც ხდება მნიშვნელოვანი მგონია, მანამდე ეს კითხვა უნდა დაუსვათ ჩვენთვის ისტორიკული, რატო შეიძლება ივანიშვილის რეჟიმი ამის ზარზეიმით პროპაგანდისტულად, პროაქტიულად გავრცელებას ცდილობს, როცა ეს ის რეჟიმია, რომელიც ამავე განწყობილებებზე აი რომ შემოდიან რაღაც არაბები და ინდუსები და მილიონობით უცხოელი თვითონ ექსპლუატაციას ეწეოდა ამ ჩემი აზრით ძალიან საზიანო განწყობილებების ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ამან გამოიწვია ბოლო 4 თვის განმავლობაში 2014 წელს ჩვენი ტურისტების ნაკადის 42,000 ადამიანის შემცირება ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე ჩვენ ეხლა ხო შევავიწროვეთ ეს და წარმატება მივიღეთ. რატო შეიძლება რომ ის რაც მათი დროშა იყო, იქ თვითონ შეექმნათ საფუძველი რომ ამ კუთხიდან მათზე თავდასხმა იყოს. ამას გარდა ახლა ალტინფო და ჯგუფები მათი სატელიტები რო არიან ერთობლივი საწარმო ივანიშვილის რეჟიმის და მოსკოვის, ეგეც ვიცით. ხო, რატო შვებიან ამ ყველაფერს? სასოფლო-სამეურნეო ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, რომლებიც უბრალოდ იმ მიზეზის გამო ჩამოდიან ხანდახან საქართველოში, რომ შეჭირვებული ქართველისგან შეიძინონ მიწა და გამოყვებონ საკუთარი ოჯახი, იმიტომ რომ თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ საკმარისი მიწა იმისთვის, რომ მოიყვანონ კარტოფილი. სამშობლოს გაყიდვა არ შეიძლება, სამშობლოს მიწის გაყიდვა, სამშობლო, დედა სამშობლოს გაყიდვა. და მე მინდა გაგიმეორდ ეს კითხვა. მე ვერ გავიგე. არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედა სამშობლო არ არის? მაგნატელს რატო ყიდით დედა სამშობლოსი? და იჯარით დედა სამშობლოს გაცემა შეიძლება? რატოა სამშობლოს გაცემა იჯარით კარგი იქნება? აქ მიხსნას, აქ რო გამოვა უმრავლესობის წარმომადგენელი. და ორგანულ კანონში გამონაკლისებს უაწესებს, ეგ რას ნიშნავს? გამონაკლის შემთხვევაში სამშობლოს გაყიდვა კარგია? შემდეგ არჩევნებზე თქვენ ერთად ერთ ბლოკად გამოდით თუ შეიძლება, აღარ გინდათ ცალკე სატელიტები რა, ერთად იყავით. ეს ნაციონალ პატრიოტ სოციალისტ კომუნისტები. და სლოგანი ჰქონდათ ესეთი: სიბნელე, უვიცობა, ფარისევლობა. პასუხი აქ არის, თუ ამ შემთხვევაში პირდაპირ მოусმენთ იმას, რასაც მათი პროპაგანდა გვეუბნება, რომ ეს არის გარღვევა, ამ პოტენციური ზიანის მიუხედავად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ ეს გზავნილი, რომ გარღვევა მოახდინეს ეკონომიკაში, რომ აქ უზარმაზარი დოულათი შემოვა ქვეყანაში და ამით ქვეყანა იხეირებს. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი. და ამავე დროს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი გადასტურება. ეს გამოწვეული არის იმ ვითარებით, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა თავის ნაბიჯებით ჩაიგდო საერთაშორისო იზოლაციით თავისუფალი სამყაროსგან. სანქციების ქვეშ არის პოლიტიკური ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი არსებითად კლებულობს პირდაპირ ინვესტიციები ქვეყანაში, დინამიკაში თუ შევხედავთ და ისედაც განცდა იმისი, რომ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ ამ კურსით, ასეთი დაპირისპირებით თავისუფალ სამყაროსთან, ამერიკასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ევროკავშირთან ცხოვრება ეკონომიკაში, ეს კითხვა არსებობს, მათ შორის ამ რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნეს ელიტაში. და ეს წუხილები მე პოლიტიკურ ვერტიკალზეც გადის საზოგადოების იმ ნაწილზეც, რომელიც სამწუხაროდ ან პირდაპირ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს, ან მინიმუმ
ართვლის სწორად მისი წინააღმდეგ გამოსვლას. იმათ ყველას უნდათ რომ რაღაცა განცდა ქონდეს სტაბილურობის და ეხლა ქვეყნის შიგნითაც მორალური იზოლაციაში არ არის პროტესტის გამო რაც გრძელდება, რომელიც არ არის ჯერ იმ მასშტაბის რო რეჟიმი დაავამარცხოთ, მაგრამ სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ და ამიტომ იმათთან სხვა შორის რეპრესიებს. გარედან იზოლაცია, ეკონომიკაში მონაცემები, კლების უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ რა ხეირიც მიიღეს ამ საკმაოდ დიდი დოულათით რომელიც შემოვიდა ქვეყანაში და 100,000-ზე მეტი რუსეთის საკმაოდ შეძლებული მოქალაქე ეს ფული მიიღო ამ რეჟიმმა, ეკონომიკა მიირიბადი ხეირა ამითი, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია ხო, მეტი იქიდან ეს ფული ვერ წამოვა, თვითონ რუსეთი შედის კრიზისში და ზოგადად განცდა არის რომ რა ჩიხში არის, ყველგან ეს სწორი განცდა არის და ამ განცდის საპასუხოდ არის ყველა ეს მანევრი, სხვა შორის მარტო ეს კი არა, აი ინტერესს ლაპარაკები რომ ჩინეთთან რაღაც სტრატეგიული ურთიერთობა დაიწყეს, რომ იქაც შეუძლიათ რომ ეს გააკეთონ, რაც ურთიერთობების გარღვევა მოახდინონ და ეხლა კონკრეტულად აი ეს პროექტი არის მათთვის აი მაშველი რგოლი გადაუგდონ თავის ვერტიკალს, თავის ლოიალისტებს, ბიზნესს და საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა შეძლო რომ თითქოს აი ამ წინამდებობის მიუხედავად რეალურად იპოვეს ალტერნატივა დასავლური სამყაროსი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეკონომიკური განვითარებისთვის, დოლარის დაგროვებისთვის, წინსვლისთვის, ხალხის დასაქმებისთვის, სიღარიბიდან ამოსასვლელად, რომ აი გაჭედილები კი არ არიან, ჩიხში კი არ არიან, იზოლირებულები კი არ არიან. აი არსებობს ალტერნატივა ევროკავშირის, ამერიკის გაერთიანებული სამეფოსი ეკონომიკურად. ამას ეუნებიან საკუთარ თავს და საზოგადოებას ამას თავაზობენ. რატომ არ სურს ოპოზიციაში საქართველოში 7 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვიდეს? არასწორად აზროვნებენ და იმიტომ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინვესტიცია. თქვენი აზრით, აი ესეთი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკისთვის ხო მომგებიანია? გააძლიერებს, რა თქმა უნდა. სოფლიოში ერთ-ერთ ქვეყანაში არ არის ინვესტიცია არ უნდოდა, მარტო საქართველოს ოპოზიციას არ უნდა. ესპანეთმა რომელიც ომის შემდეგ საერთოდ დანგრეული იყო, ზუსტად მაგ ინვესტიციებით და მაგ იმებით გაიხადა და ერთ-ერთი ეკონომიურად ძლიერი ქვეყანაა. თუ ფული შემოდის, ეს არის კარგი შვილი. თავი პრობლემა ის არის, რომ ჯერ დავიწყოთ იმიტომ, რომ თვითონ ეს პროექტი მინიმუმ საეჭვოა ამ მასშტაბით განხორციელდეს, ზედაპირულადაც რომ ვნახოთ ამ ტიპის პროექტებს ამ სამყაროდან მრავალ მილიარდიანი ინვესტიცია და მრავალ ასეულ მილიონიანი ყოველწელს აწარმოონ ჩვენაერ ქვეყანაში, სადაც მით უმეტეს რისკები რო არსებობს პოლიტიკური არასტაბილურობის ძალიან დაბალი. აი სერბეთში ამავე ჯგუფს აქვს მსგავსი პროექტი 12 წლის წინ დაწყებული და ჯერ სადაც შუამდეც არ არის გასული. ზოგადად თქვია რომ ერთი პროექტით შეიძლება რომ ქვეყანა ამოიქაჩოს. სიცრუეა რომ ხსნა შეიძლება ზოგადად იყოს ეკონომიკურად ამ ტიპის წყაროდან წამოსულ ასეთ პროექტში. მე იმის მაგერმედ რომ მდიდარი არაბული ქვეყნებიდან ინვესტიციები ფაქტორი არ არის. ფაქტორია და წარმატებული ქვეყნები, ვისაც დაბალანსებული და მრავალმხრივი ინვესტიციები აქვს და რომელიც ინტეგრირებულია დასავლურ სამყაროში, მათ შორის ამ სამყაროდანაც იღებენ ინვესტიციებს, რა თქმა უნდა. ოღონდ მხოლოდ ეს ვერ იქნება გარდამტეხი ფაქტორი. ამაზე არის საუბარი სწორედ. ზოგადად რო შევხედოთ გამოცდილებას ხო იმ ქვეყნების რომლებიც სწრაფად ამოვიდნენ სიღარიბიდან სწრაფად გაიმართენ წელში და ფეხზე დადგნენ აი თქვა აზიურ ვებხებშიც უძახიან ხო ბევრნაირი ქვეყანაა იქ მაგრამ თავისუფალი ქვეყნებიც არის სამხრეთ კორეა ხო მაგალითად ხო ნუ სინგაპური ცნობილი მაგალითია სხვა ქვეყნების რომლებიც ახლა სამაგალითო შეიძლება არ იყოს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მაგრამ ის სწრაფად ნახტომისებრად რო გამიტარდნენ ეკონომიკურად ყველა ეს ქვეყნები თუ კი ჩვენ არ გვაქვს შემთხვევა რომ ამა თუ იმ ქვეყანას რაღაცა უზარმაზარი თავისი ბუნებრივი რესურსი აქვს ენერგორესურსები განსაკუთრებით ნავთობი ან გაზი ყველა წარმატებული მაგალითი არის მაგალითი ისეთი სადაც დასავლურ თავისუფალ მდიდარ სამყაროს ევროპას ინგლისს, გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკას პირველ რიგში და ამ სამყაროს სხვა ნაწილებს, ხო, იაპონიას სამსახურის ნაწილია და ავსტრალიას და ასე შემდეგ. სადაც ეს სამყარო იყო თავარი ინვესტორი. ანუ წარმატება ყველა მაგალითი აზიაშიც, მათ შორის და ევროპაში ხო საერთოდ. მხოლოდ იქ გვაქვს, სადაც ესათვის ქვეყანა იყო გახსნილი მიმზიდველი თავისუფალი სამყაროსთვის და იქიდან წამოსული დოულათისთვის და ინვესტიციებისთვის. ქვეყანა, რომელიც იზოლირებულია თავისუფალი სამყაროსგან, თუ ვიმეორებ კიდევ ერთხელ გამონაკლისები არსებობს, სადაც უმდიდრესი ბუნებრივი თავის რესურსებია და ამაზე ამკნობენ მერე ტირანიები, ან დიქტატურები, ან ტოტალიტარული რეჟიმები თავის სტაბილურობას. მაგრამ ეს თუ არ არის, მაშინ მხოლოდ თავისუფალი სამყაროდან ინვესტიციებით არის შესაძლებელი ამოსვლა სიღარიბიდან. და არანაირი ცალკე აღებული, თუნდაც მდიდარი არაბული სამყაროდან წამოსული ინვესტიცია ამას ვერ ჩაანაცვლებს, ამის მაგალითი არ არსებობს, არც ერთი. ყველგან დასავლური ინვესტიციები იყო გადამწყვეტი ფაქტორი. და ეს რეჟიმი მისი სტრატეგიული არჩევნის გამო რომ რუსეთის მოკავშირე იყოს გეოპოლიტიკურად აქ, რაშიც ხედავს ივანიშვილი თავის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზას, არის იზოლირებული და ამ ჩიხიდან ვერ გამოვა და ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, რომ რაღაც ალტერნატივები და ამ შემთხვევაში კონკრეტული ალტერნატივა იპოვა. ეს არის რაც უნდა ვამხილოთ, ეს სიცრუე, რომლითაც ნაწილი მაინც საზოგადოების შეცდომაში შეყავ. ეს წლები თან იყო
ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წლები როცა მიუხედავად მათი მავნებლობისა უამრავი ზიანის რაც ქვეყანას მიაყენეს, საქართველოს რეპუტაციის გამო, ქართული საზოგადოების და ხალხის დამსახურებით, ვარდების რევოლუციის შემდგომი ტრანსფორმაციის დამსახურებით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის დამსახურებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ისტორიული საზოგადოების არჩევანის დამსახურებით, საქართველოს ქონა რეპუტაცია და ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ბიზნეს სივრცეშიც ყველა პრობლემის მიუხედავად და რისკების მიუხედავად, რაც საქართველოსთან დაკავშირებული იყო, მაინც თავის სივრცეთ განეხილავდნენ ამას. 2003 წლის შემდეგ, ამ ტრანსფორმაციის შემდეგ, ეს განცდა, რომ ეს სივრცე არის პოტენციურად თავისუფალი სამყაროს ნაწილი, გამჯდარი იყო. რა პრობლემებიც არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ხელისუფლებასთან ამ რეჟიმის ჩათვლით. და ეს ვრცელდებოდა მათ შორის ბიზნეს ინვესტიციებზეც, ფონდების დახმარებაზე. ეს ფაქტორი ჩვენ ეკონომიკაში უზარმაზარი იყო. არა მარტო ყველაზე უფრო დიდი გაჭირვების ჟამს 90-იან წლებში, როცა პირდაპირ დახმარება და შიმშილზე იყო ლაპარაკი, რომ მაშინაც წყარო დასავლეთი იყო, არა, შემდგომში როცა წინსვლა დავიწყეთ, აქაც დასავლური ინვესტიციები და თავისუფლური ფინანსური სამყარო იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც განაპირობა საერთოდ წინ რომ მივდიოდით, როგორც ქვეყანა და დოვლათი იზრდებოდა. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პირველში ქართული საზოგადოების დამსახურება, მაგრამ ამ სამყაროს ნაწილად. და ეხლა ივანიშვილის რეჟიმმა ნაბიჯ და განსაკუთრებით ბოლო 3 წელიწადში ეს ყველაფერი დააყენა არა თუ საფრთხის ქვეშ. უბრალოდ შიხში შეიყვანა ამ თვალსაზრისით ქვეყანა და ესეთ იზოლირებული საქართველო არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან დღემდე. ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთის ფაქტორის შედეგად შემოსული აი ამ ფულის მიუხედავად ჯამში ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში რა ზრდაც გვაქვს, იმ ზრდით თუ აგრძელებთ სვლას და რუსეთის რესურსი ამოიწურა, ამ ეტაპზე უკვე დამთავრებულია იქიდან გადმორიცხვება. მაგრამ აი ესეც რო გავაგრძელოთ ზრდა, დღევანდელი ტემპით ჩვენ ყველაზე ღარიბ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ბულგარეთს, შევძლებთ რომ დავეწიოთ რამდენიმე ათეულ წელიწადში. დიდარ ქვეყნებთან და ნორმალურ ბოლომდე წელში გამართულ ქვეყნებთან დაწევა, საერთოდ ასწრეულებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. და თან ეს შენარჩუნებადი არ არის, ველოსიპედზე სიარულივით არის, ხო, თუ ჩერდები წაიქცევი კიდევაც. მაგრამ ვიმეორებ, აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ ზრდით აი რომ დავითვალოთ 2012-დან დღემდე როგორც იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა, შანსს არ გვიტოვებს ჩვენ ხელმისაწვდომ მომავალში, რომ რეალურად წელში გამართული ქვეყანა ვიყოთ. ასევე უნდა ხაზი გაუსვათ იმას, იმ უწიფრობას, რასაც გვთავაზობს ეს რეჟიმი თავის პროპაგანდით, რომ ევროკავშირის ქვეყნები, ევროპული ცივილიზაცია, რომელშიც შედის შეერთებული შტატებიც, გაერთიანებული სამეფოც და მთელი თავისუფალი სამყაროც, თავსებადი არ არის ჩვენს იდენტობასთან. თუმცა მტრულია. ისინი ცდილობენ გარეულობას, ისინი ებრძვიან ჩვენ რწმენას, ქართველობას და ამ შემდეგ. არ გვინდა ეგეთი გახსნილი პირდაპირ ხო მათ პროპაგანდისტები რომ მოусმინოთ. თავრობის წარმომადგენლები კიდე რაღაცას ფუთავენ ხოლმე და აქეთაც მარცვალს აგდებენ, რომ იქნებ საზოგადოების რაღაც ნაწილი აქეთაც მოატყუონ, მაგრამ თავარი ხაზი ეხლა ეგ აქვს, უკვე წლებია ღიად, რომ არა თავსებადია, თანაცხოვრებას იქ ვერ შევძლებთ ჩვენ და ქართველობის შენარჩუნებას. და ამის ალტერნატივად გვთავაზობენ თავისუფალი სამყაროს, ანუ ევროპის, ამერიკის, ინგლისის ალტერნატივად გვთავაზობენ არაბულ თუნდაც წარმატებულ სამყაროს, ჩინეთს, ირანს და რუსეთს. წარმოიდგინეთ, როგორი უტიფრობაა ჩვენ ისტორიულ არჩევანთან და საღაზრთან მიმართებაში, რომ ეს სამყარო არის საფრთხე და აი აქ არის ხსნა თურმე ჩვენი. ისევ ერთ რანგში არ ვაყენებ არბულონერმეტებს არც ჩინეთთან, რუსეთთან მით უმეტეს და არც ირანთან, რა თქმა უნდა, ხო? იქიდან ინვესტიციები თავისთავად პრობლემად კი არ მიმაჩნია. მაგრამ თუ კულტურულ ცივილიზაციურ არჩევანზეა ლაპარაკი, თუ ჩვენ მომავალზეა ლაპარაკი, სად უნდა ვიყოთ, რომელი სამყარო უნდა იყოს, სადაც ეკონომიკურად და აქედან გამომდინარე შემდგომში პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად, კულტურულად უნდა ვიყოთ ახლოს და უნდა ვიყოთ ვიცი ნაწილიც უნდა ვიყოთ, რაც ხომ ეს არის თავისუფალი სამყარო. და არა თუნდაც დიდარი არაბული ქვეყნები. ყველა ასეთ პროპაგანდისტულ მცდელობას, რომ თითქოს რაღაც ალტერნატივა არსებობს, უნდა დაუპირისპირდეთ სწორედ ამ კუთხით. და არა ის, რაც სამწუხაროდ გვესმის ჩვენ კიდევ ერთხელ მეორე, მათ შორის ბევრი ნორმალური ადამიანისგან და რომლის დროშაც ახლა აიღო ოპოზიციაში ლელომ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩემი თანაგუნდელები ორი ანკლავი აშენდეს, ორივე გააკეთოს არაბულმა კომპანიამ და მივიღოთ არაბული დასახლება. 300 არაგველის სისხლით მორწყულ ადგილას, რომ არაბული ქალაქი არ უნდა აშენდეს, ამის თქმა მე არ შემეშინდება. და სადაც ტრადიციულად ლიდერობენ შავრაზმელები და პატრიოტთა ალიანსის და ესეთი ალტინფოელი ხალხი, რომ 10,000 ან მეტი არაბი შემოდის ლეგიტიმაციას დენს, თითქოს მართლა რაღაც გარღვევა მოახდინეს, ოღონდ ნუ აი მინუსი აქვს, რომ აი 10,000 მდიდარი არაბი შემოვა. და ეს არის საფრთხე თურმე. ანუ მათი ამ პროპაგანდით ეს პროექტი რეალურია, ანუ ეს მილიარდები დაიხარჯება, ეს ყველაფერი ხდება უბრალოდ აი 10,000 არაბი შემოვა. რაც კიდევ თქვენმეორებ არის არასერიოზული. მათ შორის იმიტომ რომ ეს პროექტი ვერ გახორციელდება ისე როგორც ამას ივანიშვილის რეჟიმი წარმოგვიჩენს და რა თქმა უნდა მე იმედი მაქვს რომ ივანიშვილის რეჟიმი ამდენი ხანი ვერც დარჩება ხელისუფლებაში. ამ კუთხით დაპირისპირება ამ პროექტთან მომავლისთვისაც აზიანოა, იმიტომ რომ ძალიან არაჯანსაღ მიდგომას
ამყარებს. და ამ არაჯანსაღი მიდგომის შედეგები ჩვენ მოვიმკეთ ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, სადაც ასევე აიყოლე ეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ შორის არაშაურაზმულიც, მაგრამ შაურაზმული დროშებით, რა თურქები შემოდიან და ჩვენ დავკარგეთ პროექტი, რომელიც ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა ჯარიმებს ვიხდით ყველა ჩვენი ჯიბიდან ივანიშვილის რეჟიმის მიერ ამ სახელისებული განწყობილებების გამო მიღებული გადაწყვეტილებით და უფრო დამოკიდებული გავხდეთ ჩვენ მტერზე. და საბოლოო ჯამში ყველა ეს მიმართულება, აი ესეთ შედეგები, ისევე როგორც იქამდე რაც ვახსენე, დასავლეთისგან იზოლირება და ამ ილუზიების შექმნა, რომ ალტერნატივა არსებობს, ახეირებს მხოლოდ ჩვენ მთავარ მტერს რუსეთს. იმიტომ ტოვებს საქართველოს არა მარტო უსაფრთხოების სფეროში, არამედ ეკონომიკურადაც ისეთ დაუცველს, ისეთ მოწყვლადს, რომ თავარი მოთამაშე, ვისაც გეოპოლიტიკური პირდაპირ ინტერესი აქვს, რომელიც ეკონომიკური ინტერესი კი არა, თავისი ამ იმპერიული გეოპოლიტიკური ინტერესების გამო ისარგებლებს ამ სისუსტით, არის რუსეთი. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ პროპუტინისტული ძალები არიან, ვინც შემდეგ ამ დროშით, აი ამახვანის პროექტსაც უპირისპირდებოდნენ და ეხაც ამ დროშით ცდილობენ ამ პროექტს დაუპირისპირდნენ. ანუ არა ლეგიტიმური პრეტენზიებით, არამედ აი ამ განწყობილებებზე დაყრდნობით, რასაც ხალხში ხედავენ, რომ შეიძლება გამოხმაურება კონდეს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ, რომ საქართველოში არაბული ქალაქები შენდებოდეს, ან თურქული ქალაქები შენდებოდეს, ან ირანული, ან არ ვიცი, კიდე პაკისტანური და ყველაფერი ასეთი. ანუ თვითონ ინვესტორმა თქვა, რომ აქ ავაშენებ ქალაქებს და არაბეთიდან მოუნდებათ ხალხს აქ საცხოვრებლად ჩამოსვლა. ზოგადად ეს ბუნებრივია, ჩდება იმ ნიაღვარში, რაც უკვე კარგა ხანია გვესმის. ინდუსები შემოდიან, ეს ბოლო პერიოდში ეგნასთვის ყველაზე მეტი. ინდუსები, თურქები აქ არიან. ეს ძალები, ვინც სატელიტები არიან რეჟიმის და ეს შავრაზმული პროპაგანდა, რუსებზე არ ლაპარაკობს ოღონდ. და რეალური ვითარება, რომ ჩახედოთ ციფრებს, არის რა თქმა უნდა საპირისპირო. 200,000-ის ფარგლებში არის საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს არამოქალაქე რეზიდენტები, ნახევარი თითქმის არიან რუსეთთან შემოსული მოქალაქეები. ამას მე მოსდევს ბევრად დიდი ჩამორჩენით უკრაინიდან დევნილები და ყველა დანარჩენი მე აი სხვები ყველანი რო აიღო ყველა ქვეყნიდან მათ შორის ინდუსის სტუდენტების ჩათვლით ხო რომელიც სხვა ფენომენია ხო ეს არა რეზიდენტი სტუდენტი ჩამოდის და მიდის არის ბევრად ნაკლები. რაც შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საფრთხე და მართლაც თავისუფალი სამყაროს ევროპული წარმატებული მდიდარი ქვეყნის მაგალითად ჩვენ ნანახი გვაქვს და ვხედავთ რომ უკონტროლო მიგრაცია არის საფრთხე და რა თქმა უნდა ჩვენც უნდა გავიცნობიეროთ რომ დიდი რაოდენობით მიგრაცია ან ტრული სახელმწიფოდან ან თუნდაც იმ კულტურიდან და იმ სივრციდან რომელიც უცხო არის ჩვენთვის კულტურულად ან რელიგიურად და ცივილიზაციურად და სადაც თავისუფლება არ არის გამყარებული, შეიძლება იყოს სერიოზული საფრთხე. და რა თქმა უნდა, ამას ემატება ჩვენი ისტორიული ტრავმები, ხო? ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ცდილობდა რომ გადარჩენილიყო თავის იდენტობა გადაერჩინა ისლამური იმპერიების მუდმივი აგრესიის ქვეშ. და ეს ისტორიული მეხსიერება არსებობს, ბუნებრივია. და სადაც ეს ყველაფერს ედება, ადამიანები რომ რეაგირებენ ამაზე, აბსოლუტურად ბუნებრივია. ოღონდ ჩვენ ამ ეტაპზე ერთადერთი საფრთხე და ერთ-ერთი რეალური მიგრაცია, მასობრივი, ჰომოგენური ჯგუფის რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით ვითარებაზე, გვაქვს რუსეთიდან. სხვა ყველა ადგილებიდან ეს მასშტაბები არის მცირე და დაკავშირებული ან სტუდენტობასთან, ან რაღაც ბიზნესში მონაწილეობასთან, ან ხალხიც მუშაობს რაღაც აქ-იქ. ანუ მანდ ჯერ არ გვაქვს ჩვენ ეს საფრთხე ჩვენ, როცა მივახცევთ წარმატებას, რასაც აუცილებლად ჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, შემდეგ შეიძლება ეს გამოწვევა დადგეს და მაშინ ყველა მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფხიზლად და საღი აზრით უნდა იმოქმედოს და არ უნდა აყვეს რაღაცა მემარცხენე ექსტრემისტულ განწყობილებას, რომ საზღვრები ღია და ვისაც გინდა ის შემოვიდეს, მით უმეტეს თუ ლაპარაკია ისეთი ქვეყნიდან ან კულტურიდან შემოსვლას დიდი რაოდენობით ადამიანების, რომელიც წინამდებობაში მოდის ჩვენ ყოფასთან, ხო? რაც სამოქალაქო მშვიდობისთვის არის საფრთხე და ქვეყნისთვის. მან უდაოდ ესე უნდა იყოს. ოღონდ ეხლა ეს საფრთხე არის ვინმე ვერ კიდევ თქვენ მხოლოდ რუსეთიდან. მე ვახსენე, ხო, რასეთეს ფარგლებში ეთქო, აქედან სადღაც 150,000-მდე ყველა მონაცემი არის, რომ შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ტრული სახელმწიფოს მოქალაქეები, სახელმწიფოს რომელსაც სურს ჩვენი განადგურება, მოქალაქეები რომელიც აქ არ არიან შემოსული იმ დროშით, რომ რაღაცა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან, პირიქით, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება პუტინის ოპონენტების ნაწილს საზღვარზე არ უშვებდა. ანუ ისინი აქ არიან შემოსული უბრალოდ იმიტომ, რომ რეჟიმი პუტინის წნეხის ქვეშ მოექცა, მათ ეკონომიკური პრობლემები შეექმნა და აქ უფრო კარგად გრძნობენ თავს. და ეს ხალხი არის მოწყვლადი ჩვენი მტრის სპეცსამსახურების მხრიდან, ანუ რუსეთის სპეცსამსახურება უზარმაზარი საჩუქარი მიიღეს საქართველოში ამ რაოდენობის მათი ქვეყნის მოქალაქის რეკრუტირების ბადის სასროლად. და ეს პრობლემა ისევე როგორც ფსიქოლოგიურად, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს, როცა ვირტუალურ საფრთხეებზე ბევრს საუბრობს, რა რაღაცა ინდუსები შემოდიან და ისინი შეგვჭამენ და ეხლა მათ წინამდე გიყენებენ ამ თემას, მაგრამ მათი დაწყებულია ხო ეს თემა. რუსეთთან მიგრაციის დაკავშირებით პირიქით ნორმალიზებას ახდენენ, რომ ყველაფერი კარგად არის. ანუ რეალურად მტრის ნორმალიზებას ცდილობენ. ანუ დროშა ის კი არა, რომ ჩვენ პუტინის მოწინააღმდეგეებს ვიღებთ და მათ თავშესაფარს ვაძლევთ, რაც სწორი გზავნილი იქნებოდა. არა, არ არის მტერი რუსეთი. ამის გატარება უნდა და ამ თვალსაზრისით ფსიქოლოგიურად ზიანი არის რუსეთთან ამხელა მიგრაციის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
ჩვენ ვსაუბრობთ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ისლამური სამყაროდან, ეს არის ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ისლამი. არა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან, კანონმორჩილები და საქართველოს თანამესაკუთრეები, მათ არ გულისხმობ, ვინც გადაგებს და ვინც ავსებებს პოლიტიკურ ფუნდამენტალისტურ ისლამს. ანუ იდეოლოგიას, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება თავისუფლებას, უპირისპირდება ჩვენ ქართულ იდენტობას, დასავლურ ცივილიზაციას, რომელიც მიდრეკილი არის ძალადობისკენ, ტერორიზმისკენ და სოციალური წყობის მორღვევისკენ, ხო და თავისი ფუნდამენტალისტური იდეების განვრცობისკენ. ეს საფრთხე რეალურად გვაქვს ჩვენ. ჩვენ თანამოქალაქეებს შორის ხედავთ ამის ნიშნებს, აგერ ქვემო ქართლში, როცა ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ დემონსტრაციები ირანის ტირანიის დამფუძნებელის ჰამენეის ეხლანდელი ლიდერის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დარტყმის განხორციელების შედეგად მოკლული სოლეიმანის დიდი ბანერებით დემონსტრაციები. და პირდაპირ ან ირიბად ჰამასის მხარდამჭერი დემონსტრაციები პირდაპირ ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული გზავნილით და ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მონაცემებით, რომ იქ ირანის პოლიტიკური გავლენა და ვიმეორებ კიდევ ერთხელ ისლამზე როგორც რელიგიაზე ამ შემთხვევაში არა ლაპარაკი. პირდაპირ ამ ნაზავის გავლენა ვრცელდება. ანუ პოლიტიკური ფუნდამენტალისტური ისლამის და ეს თავისით არ ხდება ხოლმე აქ რესურსები და ფულით ჩართული და ეს ყველაფერი ხდება ამ რეჟიმის კურთხევით და არ არის შემთხვევითი რომ ირანი არის მოკავშირე ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის სამწუხაროდ ეს ასეა. აი მან და არის საფრთხე და არა ვირტუალურ არაბულ ურდოებში რომელიც არ არსებულ ჯერჯერობით რაღაცა უზარმაზარ პროექტიდან შემოვა საქართველოში. მთელი ეს ისტორია ჩვენთვის უნდა იყოს შემახსენებელი იმისი რომ ამ კაცის ივანიშვილის ძალაუფლება და ჩვენი უსაფრთხოება, თავისუფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა ამ შემთხვევაში და სიღარიბიდან ამოსვლა ხალხის არის შეუთავსებელი. რომ ყველა ეს მათი პროპაგანდისტული ხრიკი რეალურად საზოგადოების მოსატყუებლად არის მოფიქრებული, ნაწილის მაინც და თუ წარმატებული იქნა, ჩვენ დაგვტოვებს სიღარიბეში, დაუცველებს და ამ ჭაობში რომელშიც საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ვარ და რომელდანაც ბოლომდე ვერ ამოვედით, ეს არის დასკვნა და ამ რეჟიმს და მათ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეთ ზუსტი მიმართულებით. არ არის საჭირო ამ ილუზიების სახალისება, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ პოზიციას თქონდა, რომ აი მათივე მოედანზე გადავიდეთ და იქ ვამხილოთ და რა, პატრიარქს მიმართავენ ახლა ზოგიერთები. მაგ მოედანზე ვერ მოუგებთ, მორალური სიცხადის გარეშე ვერ მოუგებთ და მით უმეტეს ვერ მოუგებთ იმით, სადაც ირიბად მათი გზავნილის ლეგიტიმაციას ვახდენთ. თითქოს რაღაცა მართლა უზარმაზარი ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რომელიც ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, შესაძლებელია დასავლეთთან იზოლაციით და თითქოს არაბული სამყარო ამის წყარო შეიძლება იყოს. ეს არის სიცრუე, საქართველოს მომავალი მხოლოდ თავისუფალ ცივილიზაციის ნაწილად გააჩნია ჩვენი დამოუკიდებლობა, ქართული იდენტობა, ჩვენი ეკონომიკური წინსვლა, სიღარიბიდან ხალხის ამოსვლა, უკეთესი განათლება და ჯანდაცვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების პირობებში. თავისუფალ სამყაროს ნაწილად საქართველოს ყოფნის პირობებში ამას გადაგებდა ყველა საქართველოს დამფუძნებელი ადამიანი უახლეს ისტორიაში, რომ საქართველო არის ნაწილი თავისუფალი ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის.